ჩრდილოეთ კანადის ყინულოვან არქიპელაგში, სადაც ზამთარი სამუდამო ძილს გავს, არსებობს ერთი ამბავი, რომელიც 150 წლის განმავლობაში არავის აძლევდა მოსვენებას. ამბავი, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და საბოლოოდ თვითონ ბრიტანეთის იმპერიაც დააჩოქა. ეს იყო სერ ჯონ ფრანკლინის ექსპედიცია. იმპერიის სიამაყე შემზარავი ფინალით. 1845 წლის ზაფხულში ლონდონის ნავსადგურს ორი უზარმაზარი გემი მშვიდად სცილდებოდა: ერებუსი და ტერორი. გემები, რომლებიც იმ დროისთვის ტექნოლოგიური სასწაული იყო. ორთქლის ძრავები, გამაგრებული ხის კორპუსი, მეცნიერული მოწყობილობები და რაც ყველაზე ირონიული აღმოჩნდა, 8000 კონსერვის ქილა, რომლებიც უნდა ყოფილიყო მათი გადარჩენის საფუძველი. სინამდვილეში კი ეს ქილები იქცნენ ბნელ წინასწარმეტყველებად, რომლებზეც მეზღვაურების სიცოცხლე დაიმსხვრა. პირველივე ზამთარში, როცა ყინულმა ზღვა ერთ დიდ კედლად გადააქცია, ორი გემი კუნძულ კინგ ვილიამის სიახლოვეს გაჩერდა და აღარასოდეს დაძრულა. ზაფხულშიც კი ყინული არ გალღვა. ეკიპაჟი გემებზე იყო ჩაკეტილი, თითქოს ციხეში. გარეთ უსასრულო თეთრი უდაბნო. შიგნით სიწყნარე, რომელიც ნელ-ნელა გონებას ჭამდა. ისინი ჭამდნენ იმავე კონსერვებს, რომელთა სახვევადაც გამოყენებული იყო იაფფასიანი ტყვია. ტყვია საკვებში გადადიოდა, იქიდან კი მეზღვაურების სისხლში და ნელა უხმაუროდ ურევდა მათ გონებას. პირველი ნიშნები შეუმჩნეველი იყო: სისუსტე, სიყვიტლე, უცნაური კრუნჩხვები. შემდეგ დაიწყო პარანოია, ხმები, ჩრდილები, რომლებიც არ არსებობდა. ადამიანები, რომლებიც უეცრად საკუთარ ერთგულ მეგობრებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. მეზღვაურები ტყვიით იწამლებოდნენ. იგი აქცევდა ადამიანებს მოჩვენებებად, რომლებიც საკუთარ თავს ვერ ცნობდნენ. 1847 წელს სერ ჯონ ფრანკლინი გარდაიცვალა. მის გარეშე დარჩენილი 105 მეზღვაური უკვე თითქმის სრულ სიგიჟემდე იყო მისული. მათ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც იმ დროს იმედის სხივად ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში განაჩენი აღმოჩნდა. დატოვეს გემები და ფეხით დაიძრნენ სამხრეთით, იმედით, რომ ცივილიზაციამდე მიაღწევდნენ. მაგრამ ისინი ცივილიზაციისკენ კი არა, სიკვდილისკენ მიდიოდნენ. ტყვიით მოწამლული, გამოფიტული ადამიანები ყინულზე თან მიათრევდნენ გემებიდან ჩამოტანილ მძიმე ნავებს, რომლებიც სავსე იყო სრულიად გამოუსადეგარი ნივთებით. ისინი ფუფუნებას ეჭიდებოდნენ. თითქოს ამ ნივთებს შეეძლოთ ადამიანი გადაერჩინათ. ვერცხლის დანაჩანგლები, ზარდახშები, სარკეები, აბრეშუმის ცხვირსახოცები. ზოგიერთი მეზღვაური ნავში მძიმე ავეჯსაც კი ათრევდა. ეს არ იყო ევაკუაცია, ეს სიგიჟის თეატრი იყო. გზაში, როცა შიმშილმა და ციცივემ ერთად მოაწვა, ადამიანური ბუნება დაიმსხვრა. ზნეობა, წესები, იმპერიის ღირსება, ყველაფერი გაქრა. ინუიტებმა მოგვიანებით გვიამბეს ამბავი, რომელიც იმპერიამ 10 წლეულების განმავლობაში უარყო. თეთრი კაცები ერთმანეთს ჭამდნენ. ადგილობრივები ყოფოდნენ, როგორ პოულობდნენ კვაბებში მოხარშულ ადამიანის ხელებს, მკლავებს, მუხლებს. ზოგიერთმა მეზღვაურმა სითბოსთვის ადამიანის ძვლები ჩაამატა ჩექმაში. არქეოლოგებმა საუკუნეების შემდეგ იპოვეს ძვლები, რომლებზეც დანის ნაეფერი ყვალი იყო. განგაშის ზარი კი 1984 წელს გაისმა, როდესაც მეცნიერებმა გაითხარეს პირველი მსხვერპლის საფლავი, 20 წლის ჯონ ტორინგტონი. მუდმივი მზრალობის წყალობით მისი სხეული ისე იყო შენარხული, თითქოს გუშინ დაეძინა. კახილული ლურჯი თვალებით უყურებდა მკვლევრებს. 40 კილოგრამამდე ჩამოფიტული სხეული და გამჭირვალე კანი ერთი შეხედვითაც კი ყვებოდა, როგორი იყო სიკვდილი იმ ყინულოვან სამყაროში. ეს არქტიკის მუმიები დღემდე ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ფოტოა, რაც კი კაცობრიობას შეუნახავს. გაყინული მოწმეები იმ კაცების ისტორიისა, რომლებიც საკუთარ შეცდომებს შეეწირენ. ბოლოს, როდესაც ექსპედიციის დასასრულად დარჩენილი უკანასკნელი ყვალი ქარმა წაიღო, ერთ რამეს ყველა მიხვდა: არანაირი იმპერია, არანაირი ტექნოლოგია, არანაირი გმირობა ვერ უძლებს ბუნების შეუბრალებელ მზერას, როცა ადამიანი თავად დგამს ნაბიჯს საკუთარი დაღუპვისკენ. არც ერთი მათგანი სახლში აღარ დაბრუნებულა.